მოგესალმებით. მე ვარ ანკა ჩოჩი, არქიტექტორი. და დღეს Citizen-თან ერთად ჩვენთვის ყველაზე საყვარელ მასალაზე გიამბობთ. მასალაზე, რომელმაც თანამედროვე მშენებლობა სრულიად შეცვალა. დღევანდელი მსოფლიო ბეტონის გარეშე წარმოუდგენელია. ბეტონი რომ არა, ალბათ უამრავი არქიტექტურული შენობა მხოლოდ ოცნება დარჩებოდა. ბეტონის მასიური გამოყენება პირველად ძველი რომაელების მიერ მოხდა. ამბობენ ყველა გზა რომში მიდის. ნამდვილად არ დაიშურეს ძალისხმევა, რომ ამ გზებს საუკუნეებისთვის გაეძლო. სამწუხაროდ ბეტონის ძველი ფორმულა საიდუმლოდ დარჩა. თუმცა დღევანდელ რეალობაში ბეტონს ცემენტის, წყლის, ქვიშისა და ხორღის ნაზავს ვეძახით. ჩამოსათვალად ცოტა მარტივია, თუმცა ამ ნარევის ზუსტი პროპორციების დაცვა არის ის, რაც აუცილებელია, რომ მდგრადი მასა მივიღოთ. არსებობს თვითგამწმენდი, გამჭვირვალე და თქვენ წარმოიდგინეთ თვითგანგურნებადი ბეტონიც. ხვლიკივით. ბეტონი, რომელსაც საკუთარი ბზარების შეხორცობა შეუძლია. ერთგვარი სუპერბეტონია. ბეტონის ხარისხის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი შმიდის ჩაკუჩია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ბეტონის სიმტკიცე კონსტრუქციის დაზიანების გარეშე. მივიღოთ სწრაფი შედეგები ადგილზე, შევამოწმოთ სიმტკიცე სხვადასხვა წერტილში და გამოვავლინოთ არათანაბარი გამყარების უბნები. ჩაკუჩს კი ვეძახით, მაგრამ თლად ჩაკუჩიც არ არის. ბეტონს სამი მთავარი კლასიფიკატორი აქვს. პირველი ყინვაგამძლეობა. მისი კოეფიციენტი F50-დან F300-მდე მერყეობს და აჩვენებს გაყინვა გალღობის ციკლების რაოდენობას. მეორე არის წყალგაუმტარობა. კოეფიციენტი 2-დან 12-მდეა და რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო დაბალია წყალგამტარობაც. მესამე არის სიმკვრივე, რომელიც განსაზღვრავს ბეტონის წონას და სიმჭიდროვეს. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ბეტონის შენობას ჩაუვლით, გახსოვდეთ, თქვენ უყურებთ არა მხოლოდ ნაცრისფერ კედელს, არამედ საუკუნეების გამოცდილებით შექმნილ ტექნოლოგიურ საოცრებას, რომელიც დღემდე იხვეწება. მომავალ შეხვედრამდე.